დაბრუნდი 697 გამომწორით. თვალებს შემხედეთ. მიყვარხართ. 697 ადამიანი მიყვარს. არა, უფრო მეტი მიყვარს, იმიტომ რომ ანუ იქ რაღაც ახლობლები არიან, ვისაც არ ყავარ გამოწერილი. ხო და გამომიწერეთ. მე ვიფიქრე რომ აი ეს გადასულია თქო ეს რაღაცა დაპირისპირება ამაჩი თქო და გავიხედე რომ ჯასტინ ბიბერის ცოლმა, ჰეილი ბიბერმა დააგულა ის ვიდეო, სადაც სელენას და ბენის ფოტოსესიას აშეიმიგე ლანცღავდნენ. ნუ ეს რა არის ასეთი აი ეს ვიდეო დალაიქა. Girl, რატომ იკეთია თავზე წითელი ბაბთა? იმიტომ რომ საჩუქარი ვარ თქვენი. მე ხა ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ გავიარო ეს ისტორია, რომ მე ვისაუბრო. ეხა აქ ჩავსვამ ვიდეოს, რომელსაც ხმას დავადებ. უბრალოდ მოკლედ რომ გავიაროთ რა მოხდა. აი ძალიან სწრაფად ვეცდები რომ მოგცეთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ მეუბნები რომ სწრაფად ისაუბრებო და ამაზე მეტად სწრაფად ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ ეხლა აჩქარებული არ ვარ, ისევ ვლაპარაკობ რომ საერთოდ არა ვიდეო აჩქარებული და ამაზე სწრაფად რომ ვისაუბროთ, თქვენ ვერ გაიგებთ და მოგიწევთ ვიდეოს შენელება. ამიტომ მე მაქსიმალურად ვისაუბრო ნელა რომ მიგახოთოთ რას ვსაუბრობ. თორე ჩქარა საუბარი შემიძლია უბრალოდ ამინდა რომ ეს გამოვიყენო, მინდა რომ 7 ვიყო და მინდა რომ ხიარული ვიყო ვიდეოებში და ნუ მაძალებთ რა. მოკლედ სპეციალურად არ დავადი ამ ვიდეოს დაძაბული მუსიკა. როგორ გაიცეს ერთმანეთი? ნუ ჰეილის მამამ ჯასტინ და ჰეილი ერთმანეთს გააცნო პატარაობაში ერთ-ერთი კონცერტის დასასრულისას კულისებში. ეს იყო მათი გაცნობა. ამ გაცნობის შემდეგ, ნუ მოკლედ ჰეილიმ დაიწყო უკვე თვალისწინება ჯასტინზე და დაესწრო ერთ-ერთი კონცერტს ჯასტინისას, რომელიც ნიუ-იორკში მართებოდა. მერე დაესწრო ისა სელენა გომესის ფილმის წარდგენას, პრეზენტაციას და უკან უყურებდა მათ. მერე ნუსოში ბარში იყვნენ დეიძე ჯასტინ და სელენა და იქაც იყო, აი დაფიქსირდა კამერას თუ დააკვირდებით, ვიდეოს შეხედავთ მიხვდებით. მერე ეს ჯასტინის სუპერფანი გამოვიდა ეს გოგო და თქვა რომ ჰეილი ყოველთვის მწერდა და აკონტროლებდაო სად იყო ჯასტინიო. ძველი SMS-ებიც ჰქონდა გოგოს შენახული და ძველი პოსტებიც დღემდე არის შენახული ჰეილი, სადაც აქტიურად მოკლედ თვალყურს ადევნებდა სელენას და ჯასტინს და მათ ცხოვრებას. ნუ მოკლედ მერე ესეთი კლიპი გადაიღეს მსგავსი ფანებმა და ამ ფანების კლიპშიც მოიღო მონაწილეობა ჰეილი. ხო, მერე დაახლოვდა კარდაშიანებთან ჰეილი, რომ კარდაშიანების და უფრო კარგად დაახლოებული იყო ჯასტინთან. კარდაშიანებმა სპეციალურად სელენა წაიყვანეს დუბაიში დასასვენებლად და ახალი წლის ღამეს ჯასტინი და ჰეილი დარჩენ მარტო. ერთად გაატარეს ახალი წლის ღამე, ერთად იყვნენ სადღაც სასტუმროში. მეორე დღეს ჰეილი დებს ვიდეოს, სადაც ტაქსის არ თვევინებს ათიშინებს ჯასტინის მუსიკას. იმ დეიტის მერე და ნუ ესენი უბრალოდ მსგავსება, რაც მინდა რომ ნახოთ, იმიტომ რომ ქვემოთ აწერია თარიღები. აუთფიტების, ასაცმლის სტილის, მაკიაჟის ყველა. Anyways, უბრალოდ ნახეთ. არ ვიცი რა ვთქვა. მართლა არ ვიცი რა ვთქვა. შემდეგ სელენამ გამოუშვა სიმღერა Lose You To Love Me და ამის შემდეგ story მოყვა ჰეილის I Will Kill You. შეიძლება ესეც დამთხოვა იყოს, არ ვიცი თქვენი აზრი მაინტერესებს კომენტარებში. ნუ ამის შემდეგ სელენას უნდა აღნიშნა მეგობრებთან ერთად ალბომის გამოსვლის გონი არ ვიცი ზუსტად და წარმოიდგინეთ წინასწარ მივიდა ჰეილი იმავე რესტორანში თუ სადღაც რა ვიცი მე და ჯასტინის სიმღერის ჩართვა თხოვა და უარი უთხრეს მიმტანებმა. მერე უკანა გასასვლელიდან დატოვა კლუბი ჰეილი. ნუ არ ვიცი, რაღაც ძალიან უცნაურია, აი რაღაცა თუ დააპაუზებ და წაიკითხავთ, კარგი იქნება. მე სელენამ გამოუშვა შოუ შეფი, სელენას პლუს შეფი და ზუსტად იგივე This is my real home. Everything that we're doing is at home. Yes, we actually are in my real kitchen, in my real house. So, Nana, what do we call this? Cheesy tortilla chip casserole. Hailey has her Nana introduce the dish they will be cooking. And Nana, what are we making today? Why don't I put something out that is my side of the story? I realized that I was able to tell my story about who I was from my own mouth instead of people from the outside being able to tell my story for me. That was one of the moments I was like, I don't have to be that 19-year-old body shape anymore because I'm not. That's the other thing too that I think I'm learning is I'm not 19 anymore. I'm 24 now. I feel like my body has changed the most even this last year. My heart. What do you wish more people knew about you? My heart. I wish people just knew my heart. Okay, anyways, მე სუფეხებზე მგიდია, სიმართლე გითხრათ, აი სუფეხებზე მგიდია. აი სილამაზის ის რო დაარსა სელენამ გამოუშვა ბრენდი, ჰეილიმაც მიბაძა. მე საბრინას დაუწყო ბაძვა ახლა ხანს, რა ვიცი. უი კომენტარი მომწერეს.
ამ შემთხვევაში მიკერძოებული იქნები იმედი მაქვს ჰეილი ბიბერი მეც არ მიჩივლებს, იმიტომ რომ YouTube-ზე დაიდო ეს ვიდეო და მაგის გამო ცდილობს რომ იპოვოს გზა, რომ უჩივლოს ინტერნეტში გავრცელებულ რაღაც ვითომ fake news-ს, მაგრამ რა fake ხალხნო, ანუ ფაქტები გაქვთ, აი ფაქტები გაქვთ თვალწინ და მაინც არ სურთ ვიღაცებს იმის დაჯერება, რომ შეიძლება ადამიანი ამაზე წავიდეს კაცის გამო. არის და შეუძლია და აი ჩემთვის მაგალითად ჰეილი ბიბერი არის ძალიან დიდი мотиваცია. მართლა გეუბნებით. ეს გოგო არის ძალიან დიდი мотиваცია. ესე იგი, მიუღწეველის მიღწევა ყოველთვის არის შესაძლებელი. ყოველთვის არის შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა. ეს არის ჩემთვის ჰეილი ბიბერი. სელნა გომეს და ბენი ბლანკო ჩემი мотиваცია იმიტომ არის, რომ მაძლევენ იმის სტიმულს, რომ იდეალური მამაკაცი არსებობს და შესაძლებელია იდეალურ ურთიერთობაში როდესმე ვიყო. აი მართლა რო უყურებ მაგათ, მე ვფიქრება, რომ აი შესაძლებელია რომ მეც ვნახო მსგავსი ადამიანი. აი რაღაც ამაზე მეფიქრება და აი ჰეილი ბოლდუინს რო უყურებ, იმაზე მეფიქრება, რომ რასაც დავისახავ მიზნად, ბოლომდე უნდა მივყვე, რომ მივაღწიო. თუმცა ძალიან ზარმაცი ვარ. არც ერთი ჩემთვის ჰოლივუდ ვარსკვლავი არც ერთი ისეთი ახლო არ არის, რომ მე ვიღაცა კბილებით დავიცვა, ან ვიღაცა ვათრიო. არ ვარ მიკერძოებული, საერთოდ არ ვარ მიკერძოებული, მე ამ ფაქტებზე გესაუბრებით და ფსიქოლოგიურად განვიხილავ ორივე წყვილს. ანუ აქეთ რა ხდება და აქეთ რა ხდება. და სელნა გომესის ახალი სიმღერა მოვისმინეს ხოთშორს, რომელიც ტექსტიც არ მომეწონა, იმიტომ რომ აშკარად არის ჯასტინის ძალიან დამცირება ამ ტექსტში და ეხლა ვეცდები რომ აი წაგიკითხოთ ქართულად რო ეგრევე გადავთარგმნო. შენ ძალიან შერცხვენილი ხარო და წადიო იგტირე იქ, სადაც ვერავინ ვერ დაგინახავსო რა. და როგორიაო ის გრძნობა, როცა ყველამ დაგივიწყაო. სელნა გომესმა დღეს 4 საათის წინ თქვა ეხლა ხანს, რომ ჩემი ალბომი არის მიძღვნილიო ყოფილ ურთიერთობებზეო, ჩემი და ბენისი ყოფილ ურთიერთობებზეო და ფაქტია, რომ ეს ჯასტინს მიუძღვნა და ეს ძალიან ცუდი ტექსტია. ისედაც ჯასტინი რა დღესია ფსიქოლოგიურად და ანუ მე ვფიქრობ, რომ ესეთი რაღაცა არ უნდა გააკეთოს ადამიანმა. ხო და ცალკე ჯასტინი რო ავიღოთ, ნუ რავი, ეგე პლანის რეკლამაში გადავიღოთ ჯასტინ ბიბერი, ანუ ძალიან ცუდად იქცევა. და აი ყველაზე მეტად ამ სიტუაციაში მეწოდება ჰეილი. ოღონდ მართლა. აი შესაძლოა რომ რაღაცა ქონდა აგებული რაღაც კარგი წარმოდგენები თუ წარმოსახვები არ ვიცი რაღაცა და მიიღო საბოლოოდ ესეთი ჯასტინი. ესეთი როგორც ეხლა. მე ეხა მოვედი რომ თქვენ ტვინი გამოგირეცხოთ, მეგობრებო. რა ინფორმაციაც ვრცელდება ამერიკაში და ევროპაში, იმას გითარგმნით ქართულად და გაწვით. თქვენ გინდ დაიჯერეთ, გინდ არ დაიჯეროთ, გინდ რაც გინდათ ისი ფიქრეთ, ანუ მე არ მაინტერესებს ეგ. თქვენ რაც გინდათ, თქვენი აზრი გაქვთ, მე ჩემი აზრი მაქვს. მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და გითხარით, ჩემი мотиваცია არის ორივე წყვილი. მართლა იყო ჯასტინის ფანი და მართლა უნდა რომ გამختارიყო ჯასტინის ცოლი და გახდა კიდეც, ანუ მიაღწია. ამაში რა არის ცუდი? ცუდი ამაში არაფერი არ არის. მე უბრალოდ სელნა გომესი მე რო ყოფილიყავი პირადად, მე შემეშინდებოდა. სხვა არაფერი. არა მარტო ჰეილის შემეშინდებოდა, ჯასტინისაც შემეშინდებოდა, იმიტომ რომ ტიპი არის არაადეკვატური. პიროვნება. იმასაც გეტყვით, რომ იყო რაღაც პერიოდები, როცა სელენა ბაძავდა ჰეილის, ეს ბოლო წები უკვე ბენისთან ერთად იყო თუ რაღაცა, ჰეილის მიბაძა ზუსტად ისე ჩაიცვა. ჰეილი მროდა და სურათი რაღაცა ვარდისფერ კაბაში გადაღებული, როგორც მახსოვს, სელენამა ზუსტად ისეთი პოსტი, ანუ სპეციალურად ქნა. ხო ხვდებით რომ ეს სპეციალურად ქნა? იმიტომ რომ მთელი ცხოვრება რასაც ვხურებ, ტიპი აკოპირებს მას და ანუ მოდი უჩივლოს ჰეილი ამ კომპანიას, დაწეროს საჩივარი და ვნახოთ გაიმარჯვებს თუ არა სასამართლოში ის კომპანია, რომელმაც ეს ვიდეო გაავრცელა. ძალიან დიდ პატივს გცემთ ის იმათ, ვინც მე მცემს პატივს. ჩემს დაბადების დღეზე სამადლობელი ვთქვი ესეთი. ყველას უსურვებ, რაც უსურვებს მე. ყველას გისურვებთ იმას, რაც მისურვებთ. მე არასოდეს არ ვიქნები მიკერძოებული, ნუ ცოტა ვიყავი მიკერძოებული კეინვესთან, მაგრამ ამათთან no way. No way. მიყვარხართ. ჩემი ჰეითერებიც მიყვარხართ. მაკოცეთ. მოდი, მოიწიე.
3 ჰეითერი მყავს და 3-ვე მიყვარს. ითარგმნით და ვდებ იმ კონტენტს, რომელიც არის გავრცელებული ინტერნეტ სივრცეში და ძალიან გთხოვთ, რომ ყურადღებით გაიაზროთ ჩემი ნათქვამი სიტყვები. და ცოტა შავი იუმორი მაქვს და ეგეც რომ მიხუდდეთ, ძალიან კარგი იქნება. ჩემს ჰეითერებს ეპრანჯები. იმიტომ რომ ვიცი რომ სადღაც გულის სიღრმეში მაინც უყარვარ მათ. სრულ ინფორმაციას არ ვცდილობ თუ რომ მიწერთ კომენტარებში. გინდა ჩემთან დაგპატიჟოთ? და აი ერთადერთი რაღაცა რაც არ მომწონს ჰეილის გაკეთებული არის ის რომ თეთრი მაისური ეცვა წარწერით nepo baby, ანუ nepotizmit ახსავსე, nepotizmit აღჭურვილი, nepotizmit დასაქმებული, nepotizmit გათხოვებული, nepotizmit nepo baby რა, აი ხო ხვდებით რასაც ნიშნავს. არ მომეწონა ეს აქციელი. დანარჩენი ჩემთვის ჩოულებრივი მოვლენა. იცით ამასაც რომ ჩოულებრივია? რომ ჰეითერებმა არ გამლახონ, იმიტომ რომ მეშინია გარეთ გავიდე და ჰეითერი არ დამხვდეს. რომელიც 3 მყავს. ჰეილი ბოლდვინის გამო რომ არ მცემონ. საერთოდ. Okay. მოკლედ საერთოდ არ მეცალა ეხა ჯასტინის და ჰეილის უბრალოდ სოფლიოში ისეთი ამბავი დატრიალდა. საჩივარს იმედია დაწერს ჰეილი და იმედია უჩივლებს და იმედია დამტკიცდება ისას სიმართლე. ღამე მეღვიძება და ვაიმე ჯასტინ ბიბერი. ქუჩაშიც რო გავდივარ საქართველოში აქ. საცობში რო ვდგავარ. დაბინძურებულ ჰაერს რო სუნთქავ. მაგაზე ვფიქრობ, რომ აუ ჯასტინ ბიბერი და ჰეილი, სელენა პროსტა რა ცუდი გოგოა. აი ამაზე მეფიქრება, რომ ფუ როგორ შეუძლია ესეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება. დავასრულე ვიდეო და მინდა სიმღერით გავიმეორო კიდევ ერთი რაღაც შეგახსენოთ. 697 გამომწერი მყავს ვისაც ჩემთან პრეტენზია აქვს babe თქვენი ვიდეო ჩაწერეთ და გავრცელეთ YouTube-ზე ნახვამდის ძალიან მიყვარხართ